ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასდამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. სასურსათო ფასების შემცირების მიზნით მთავრობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს. მაღალი ფასდამატის განმაპირობებელი გარემო ფაქტორების შეფასების მიზნით პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს კომისიის შექმნისკენ, სამართალდამცველ უწყებებს კი ფასებთან დაკავშირებული შესაძლო დანაშაულის შესწავლისკენ მოუწოდა. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასდამატს და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი. მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგეტებს გამოიყენებს. ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებში ფასთა შორის მაღალ სხვაობაზე საუბრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეც. ვახტანგ ცინცაძე ამბობს, რომ პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასდამატი დაახლოებით 90% შეადგენს. აღნიშნული გამოწვევა არ ახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები ფიქსირდებოდა მათ შორის ევროპის ქვეყნებში, რომელსაც სხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით უპასუხოთ გამოწვევას. ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ერთობლივად დაიწყებენ. ამ მიზნით პარლამენტში სპეციალური კომისია საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე შეიქმნება. მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია. ღია დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში. საზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს თავის კომპეტენციის ფარგლებში საკითხის დეტალურ შესწავლას და შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოყვება ნებისმიერ ისეთ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. პრემიერის ინიციატივაში ოპოზიციამ ამჯერადაც პოლიტიკური მიზნები, კორუფციის ნიშნები და ბიზნეს სექტორზე ზეწოლის რისკები ამოიკითხა. დამნაშავე და მონსტრი ახლა ბიზნესს გამოიყვანს, სავარაუდოდ ცისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს ვიღაცეების, ოღონდ არ შეეხება დღეგის გადასახადს, რომელიც არის აბსურდული, მაგალითად, საკვებ პროდუქტებზე. ეხლა იმიტომ საუბრობს, რომ უნდა რომ რაიმეთი მაინც დაიწეროს პოლიტიკური კულები, სინამდვილეში ის სისტემა, რაზეც საუბრობ, თავისივე შექმნილი გახოთ, ივანიშვილის თელ გარემოცვასთან ერთად. მათ არ ადადებთ საქართველოში პროდუქტზე ფასები. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ წლების განმავლობაში კორუფციული სქემებით მილიონები მიჰქონდათ სახლში. მმართველ-გუნდში კი კონკრეტული პირობის მხრიდან ჩადენილ შესაძლო კანონდარღვევაზე საუბრობენ და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მიუთითებენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხებს სჭირდება სპეციალური ჩაღრმავება იმისთვის, რომ საბოლოოდ იქნეს აღმოფხრილი და მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს ეს შეღავათი. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე კონკრეტულ შედეგს მივიღებთ ამ ყველასთვის ალბათ საჭიროებო საკითხს. ჩატარდა გარკვეული კვლევები, გარკვეული მოძიებები მოხდა პროდუქტების ფასების, რა ფასად შემოდის, როგორ ხდება შემდეგ უკვე ქსელებში განაწილება, რა ფასებია, ეს ყველაფერი გამოკვლეულია და ეჭვი არის ხომ არა გვაქვს საქმე კარტელულ გარიგებასთან. მთავრობის ამოცანა ამჯერად სურსათზე ფასების შემცირება, მიზნის მისაღწევად კი მუშაობა უკვე დაწყებულია.